შენ თუ ახლა ვიდეოს უყურებ და ეს ვიდეო თუ შენს ფარიოზეა, შენ ხარ ენერგიებში, რომელსაც ქვია დამკვირვებელის ენერგია, სადაც აბსოლუტურად შენ თავს ეძებ და შენ თავის ძიებაში ხარ. ხელფაშაკრული ხარ იმ ქმედებებში, რომელიც თითქოს წარმატებას მოგიტანს. თითქოს შენი ადამიანი, რომელთანაც წყვილში და ბედის წერაში ამოდიხარ, დიდ კონფლიქტურ ფონში ხარ, სადაც დამკვირვებელი ხარ. ძალიან დიდი ემოციების მატარებელი ხარ, სადაც შეგიძლია რომ უბრალოდ იარსებო, იბრძოლო და დაღლილი ხარ ამავდროულად იმაზე, რომ სულ შენ ხარ ინიციატორი ყველაფერში. ინიციატორობა კი არ გღლის, უბრალოდ გთენ თავს და ემოციებს გასცდის, რადგან სიტუაციურად ვერ დალაგდი რა გინდა საბოლოო ჯამში. არჩევანის წინაშე შეიდგები ერთი თვის განმავლობაში და შენ ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს დეტალს განიხილავ. შენ დაადგები გზას, სადაც შენი ბედნიერება, შენი ბედის წერის აღმასრულებელი ეტაპი იქნება და ან ყველაფერი დამთავრდება საბოლოოდ, ან ყველაფერი გაგრძელდება და ისე გაგრძელდება, როგორც არასდროს. აქ შენ თუ არა სამყარო აუცილებლად ჩაერევა და იმ საკითხებს განგახილვინებს, რომელიც შენ საყვარელ ადამიანთან ერთად შენით ვერ განიხილე და გახსოვდეს, რომ გულსრველი საუბარი ყოველგვარ პოლემიკაზე ძვირფას და მნიშვნელოვანია, სადაც შენ თავის საუკეთესო ვერსიობა გზაშია და იქ მოდი, სადაც აუცილებლად უნდა მოვიდეს. მადლობა ყურადღებისთვის.